ღირებულებებზე დამყარებული ერთობა ამ სლოგანით და ამ სახელწოდებით მიმდინარეობს ბიზნესმენების შეხვედრა, რომლებიც არიან ხელმომწერნი თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრის ქართული ოცნების გადაწყვეტილების შემდგომ შეიქმნა და აერთიანებს დღეის მდგომარეობით 2500-მდე სხვადასხვა ტიპის ბიზნესს, მათ შორის მცირე მეწარმეებს, მსხვილ მეწარმეებს, ასევე კომპანიებსა და სტარტაპებს. ისინი საუბრობენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით და საუბრობენ ასევე მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც მათი შეფასებით ემუქრება ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა და ქართული ოცნება არ შეიცვლის საგარეო კურსს და კონკრეტულად არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის მიმართულებას. მათი შეფასებით, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 2024 წლის 28 ნოემბერს გააჟღერა ინიციატივა იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი უნდა შეჩერდეს 2028 წლის ბოლომდე, ქვეყანა აღმოჩნდა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, რამაც შემდგომ უკვე გამოიწვია კონკრეტული ეკონომიკური დისბალანსი ქვეყანაში და ეს უკვე პროტესტის 51 დღესაც, რომელიც პროევროპული დემონსტრაციების სახით მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, აისახა კონკრეტულ ეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის ტურიზმის სექტორზე, მათ შორის ასევე ეროვნულ ვალუტაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი განიხილავენ, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი შეეხება ფაქტობრივად ყველა სფეროს, ფაქტობრივად ყველა მიმართულებას და პირველ რიგში შეეხება როგორც ეროვნულ ვალუტას, ასევე ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც მათი თქმით ჯერჯერობით სტაბილურ ნიშნულზეა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ისინი აფასებენ, ქვეყანას დამღუპველ შედეგს მოუტანს. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ ისინი შეიკრიბნენ და განიხილავენ კრიზისიდან გამოსავლის გზებს. ბუნებრივია, სანამ დაიწყებოდა შეხვედრა, მედიასთან მათ გააკეთეს კომენტარი. სხვადასხვა მიმართულების ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ ამ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი მთავარი გზა არის სწორედ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ეს არის პრევენციული გაერთიანება, რომელიც აფრთხილებს საზოგადოებას, მათ შორის ადმინისტრაციას, რომ აქეთ მიდის ქვეყანა და თუ პოლიტიკური ესკალაცია არ შემცირდება და არ დაიწევს და ეს პრობლემა არ მოგვარდება, შეიძლება შევიდეთ სავარაუდოდ დიდი ალბათობით შევალთ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში. ჩვენ რაღაცა პირველ სიგნალებს უკვე ვხედავთ, შემცირებული არის პირველი უცხოური პირდაპირ ინვესტიციები, მნიშვნელოვნად დაახლოებით 40%-ით და ეს არის მხოლოდ დასაწყისი, რომელიც შეიძლება რომ რაღაც ნახოთ უახლოეს კვარტლებში, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, ვეცდებით რომ მაქსიმალურად პროფესიული, მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია მივაწოდოთ ნებისმიერ ბიზნეს, ნებისმიერ დამფუძნებელს, ნებისმიერ მენეჯმენტს, რომ რეალობა იყოს ის, რომ ყველას აქვს ინფორმაცია და მე თვითონ უნდა მიიღონ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები. თვლი რომ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ის რისკები, რასაც რეალურად ჩვენ ვხედავთ ანალიზის შედეგად, იმ პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, იმ იზოლაციის ფონზე, რაშიც დღეს საქართველო ყვება, რა შეიძლება კონდეს პრობლემები ეკონომიკას, კურსს, ინფლაციას, კლიანში და პროდუქტის დას და ასე შეგვიძლია და ასე შემდეგ. ჯერ კიდე ბოლომდე არ ასახულა ჩვენს ეკონომიკაზე ის პოლიტიკური კრიზისი, რაც საქართველოს შესული, თუმცა აბსოლუტურად ყველა მაჩვენებს იმისკენ, რომ მიუთითებს იმისკენ, რომ ჩვენ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება. სასწრაფოდ დაიწყოს ამ კრიზისის დეესკალაცია. პოლიტიკური კრიზისი უკვე ხედავთ, რომ გადადის ეკონომიკურ კრიზისში, ამის ნიშნები უკვე არის. დღეს ამ შეკრებაზე ეს პრეზენტაციაც იქნება, თუ რა მოლოდინებია, ვფიქრობ ბიზნესმა, თავისუფალმა ბიზნესმა უნდა იცოდეს, როგორ მოემზადოს კრიზისისთვის, რომ რაც შეიძლება მძლავრად გამოვიდეთ კრიზისიდან, მე როდესაც გამოსვლა დაიწყება. ზაგასაყარზე დგას ქვეყანა რეალურად, ნათელს და ბნელს შორის უჭირს არჩევანის გაკეთება. აქ აღარ არის ლაპარაკი ტურიზმის სფეროზე, ან ზოგადად სტუმართმასპინძლობის სფეროზე. მთლიანად ეკონომიკა ძალიან ძიმე მდგომარეობაშია. თუ დავუკონკრეტებით და ტურიზმზე ვილაპარაკებთ, ტურიზმის საერთოდ პოლიციც აღარ ესინჯებათ ეს დღეისობით ისეთ მდგომარეობაში ვართ და ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო გავარესდება სიტუაცია, იმიტომ რომ როცა ყავს უკვე ხელისუფლება, რომელიც უმაღლესი პირები არის დასანქციონირებულები, რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ ის მაღალხარჯველი ტურისტები, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან იმით, რომ ეკონომიკაში აქვს წვლილი, მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა აღარ ჩამოვიდნენ და არჩევით ისე რუსი, ჩინელი, ირანელი და ბელორუსი ტურისტები სამარა, ოღონდ მათ ტურისტს ამბად ვერ დაუძახეთ, იმიტომ რომ ესენი არ არიან ის ხალხი, ვინც რამე უნდა შექმნას ამინდი ტურისტულ ბაზარზე და იზოლაციისკენ დიდი რისკია და თითქმის ალბათ ვარც კიდეც და
ის განცხადებები რომ საუბრობენ ყველაფერი კარგად იქნება ეს ერები განცხადებები და განცხადებები როდესაც საუბრობენ თუ ჩვენი კანონები არ მოგწონთ წესები არ მოგწადით ქვეყნიდან ეს ჩვენთვის შეურაცხყოფელი იმიტომ რომ მერწმუნეთ რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანა გულახდილად ვიძახი და ამაყად რომ ის ხალხი ვინც ჩვენთან ერთად არის და ვინც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ერთიანდება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ანალიზისათვის მინდა ვთქვა რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანა როდესაც სახელმწიფო საუბრობს ეკონომიკის და არის 6% და პარლამენტი ტაშს უკრავს უნდა გადმოიხედონ ჩვენსკენ ვინ აკეთებს 6%-იან ზრდას. Დავნილი იქნება მეგობრებო, ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს მაღალ დონეზე და პოლიტიკოსები მე არ ვიცი რა დონის პოლიტიკოსები ყავს, მაგრამ ის რომ საგარეო პოლიტიკა, შიგა პოლიტიკა, გადაბრალების თემა და შუღლი ჩაგდება და ერთმანეთის წაგიდება, ეს ჩვენს მიუღებელია. არ გაპატიებ. ახალი არჩევნების გარდა ბატონო თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის პეტიციის ხელმომწერი ორგანიზაციები, ბიზნესმენები და ინდივიდუალური მეწარმეები უერთდებიან იმ ორ მთავარ მოთხოვნას, რომელიც უკვე 51 დღეა ქვეყნის მასშტაბით ისმის, ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვა სამართლიან გარემოში და ასევე პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს გასული დღეების საპროტესტო აქციების განმავლობაში. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება ამ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ ქვეყანას მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოველის, რომელიც მათი თქმით თითოეულ მოქალაქეზე აისახება, მათ შორის მათ გადახდის უნარიანობაზეც და ასევე ისინი მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს 2024 წლის 28 ნოემბერს, ქვეყანა არა მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე, ქვეყანამ არა მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე გაიფუჭა ურთიერთობა, არამედ ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა ასევე სხვა დასავლელი პარტნიორების მიმართაც, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც და ბიზნესმენები აცხადებენ, რომ ქვეყნის სწორი ბიზნეს გარემოსთვის, სწორი განვითარებისთვის და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასავლურ ბაზართან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გააღრმავონ.